მოგესალმებით მეგობრებო. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, თქვენ კი კრევის სამყაროს მორიგ ეპიზოდს უყურებთ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო სტუმართან, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემაზე, თუმცა მანამდე, სანამ ჩვენს გადაცემას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ ჩვენი YouTube-ის არხის გამოწერა, სახელად Boxing Georgia, ასევე ჩვენი Facebook-ის გვერდი უნდა გამოიწეროთ, სახელად კრევის სამყარო, სადაც ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრევის შესახებ. აგრეთვე გააზიარეთ ჩვენი მასალები, ამ ვიდეოს ქვეშ დაგვიტოვეთ კომენტარები, თქვენი მოსაზრებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქართული კრევის მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სექტემბერში გამართულ ძალიან დიდ საკრევო შოუზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა და ჩვენი სტუმარი იქნება ამ შოუს მთავარი გმირი, აც უკვე WBF, WBF, უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი საშუალო წონაში გივი თოდუა. გივი, მოგესალმები. მადლობა, რომ გამონახეთ, რომ როგორც ვიცი, შენ აი ახლა სულ ახლახანს დაამთავრე სპარინგი 12 რაუნდიანი და მადლობა, რომ აი ესეთ დაძაბულ რეჟიმში გამონახე მაინც დრო იმისათვის, რომ ჩაერთო ჩვენს გადაცემაში და ვისაუბროთ სწორედ შენს მიერ მოპოვებულ ძალიან მაგარ გამარჯვებაზე თბილისში, შენს მიერ მოპოვებულ ქამარზე, რომელიც აგერ ამშვენებს შენს რინგს და შენს დარბაზს და რომელიც მოპოვებამაც ძალიან გაახარა მთლიანად ქართული კრევის კომაგი. გივი, მოდი პირველ რიგში შენ გვერდთვები შენი დარბაზიდან, Boxing Time-დან, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ავლაბარში მდებარეობს და ერთ-ერთი გამორჩეული კრევის კერაა დღესდღეობით თბილისში და საქართველოში, სადაც მოემზადა და ახლაც ემზადება გივი თოდუა. გივი, მოდი ჩვენ ვნახეთ და იცის გულშემატკივარმა უკვე შენი პირველი ემოციები, რაც იყო ბრძოლის მოგების მერე, აი ამ ქამრის მოგების მერე. ეხლა უკვე რაღაც გარკვეული დრო გავიდა, უკვე ემოციები ასე თუ ისე ცოტა უფრო დაცხრებოდა. შენ თვითონ მინდა მაინტერესებს პირველ რიგში, როგორ შეაფასებ აი ამ საკუთარ ბრძოლას, საკუთარ ასპარეზობას ტაილანდელი მეტოქის წინააღმდეგ, როგორ წარიმართა ეს ბრძოლა, რამდენად კმაყოფილი ხარ უშუალოდ ბრძოლით და რას ნიშნავს შენთვის, რომ აი შენს უკან უკვე მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი კიდია? ჩემთვის ეს ძალიან დიდი მიღწევა არის, თუმცა ამ ქამრის მიღწევამ უფრო და უფრო იმის ჯინი მომცარო სხვადასხვა ქამრებზე გადავიდე და უფრო მეც მივაღწიო. რაც შეიძლება ჩხუბს, რაც შეეხება, იყო 12 რაუნდიანი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მანამდე ამ მქონდა ჩხუბარი, მუშაობდით იმაზე, რომ 12 რაუნდზე გადაგვენაწილებინა ენერგია და მაქსიმალურად ისე გამუშავა, რომ თითოეული რაუნდი მოგვიგო. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ ამტანი მოწინააღმდეგე გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ მე-7 რაუნდამდე გაძლო, მაგრამ ძლიერ დარტყმას ვერ გაუძლო. ჩვენ მზად ვიყავით 12 რაუნდისთვის, უკვე ვაპირებდით მეორე, მე-9, მე-10 რაუნდიდან უფრო ტემპის მომატებას და საბოლოოდ იცი დასრულა, რომ ვერ გააგზავა მე-7 რაუნდის შემდეგ. გივი, აი შენ თქვი, რომ მანამდე ნაბრძოლი არ მქონდა 12 რაუნდი და ამისთვის შესაბამისად ვემზადებოდი. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ აი ძალიან უსწრაფესად მოხდა შენი პროფესიონალური კრევის რინგზე შენი ბრძოლების განვითარება, რომ ძალიან სწრაფად მიაღწია უკვე რეიტინგში იმ დონეს, რომ შეძელი ქამარზე ბრძოლა და გამოცდილება აქედან გამომდინარე ნაკლები ქონდა ამ ყველაფერზე. აი როგორ წარიმართა შენი მზადების პროცესი უშუალოდ, აი რაზე აკეთებდით აქცენტს კონკრეტულად, რა დაგეხმარა იმაში, რომ აი ამისთვის მომზადებულიყავი როგორც ფიზიკურად, ისევე თუნდაც ფსიქოლოგიურადაც არ არის მარტივი, ხო? საჩემპიონო ბრძოლა 12 რაუნდი გაქვს. აი ეს დეტალები ახლა შეიძლება ბრძოლის წინ არ გეთქვა და არ გაგემჟღავნებინა, მაგრამ აი ახლა რო გითხრა კონკრეტულად რა ვარჯიშები გქონდათ, როგორი ტვირთებოდი, რა დატვირთვები გქონდა და როგორ წარიმართა მთელი ეს წინამოსამზადებელი პერიოდი აი ამ ბრძოლის წინ? პირველ რიგში გათვლა ქონდა 12 რაუნდი. 12 რაუნდს მუშაობდით წვრილებში, გრუშები 12 რაუნდი, თათებზეც 12 რაუნდი და ყველაფერს თვლიდით მაინც 12 რაუნდზე. რაც შეეხება მომზადებას, სირბილები, აჩქარებები, რივოკები და ყველაზე დიდი ალბათ უფრო ფსიქოლოგიური ის იყო, როცა შენ გვერდით შენი მთლიანი გუნდია, ყველა შენ გეხმარება ფსიქოლოგიურად, გამზადებს გასართელ ოთახშიც, როდესაც ემზადები და მთელი გუნდი შენთან არის, ეს ძალიან დიდი
ენერგია არის და ძალიან დიდი мотиваციაა. და მით უმეტეს, როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო ჭუბი გაქვს, შენს ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონის კამარზე, იქ სხვა უკანასახევი გზა არ არის. გივი, როგორც უკვე ვთქვით, სწრაფად გაიარა შენმა, ანუ კამრამდე ძალიან სწრაფად მიხვედი. შენ თვითონ და მინდა ვთქვა, რომ აი საქემური ბრძოლაში შენ რაც ჩაატარე უკვე თბილისში ტაილანდელი მეტოქის წინააღმდეგ, კრივის სპეციალისტებმა აშკარად აღნიშნეს, რომ ძალიან მომატებული გაქვს, ძალიან ასე ჭკვიანურად იჭხუბე, ძალიან პროგრესი გაქვს, თუნდაც პირველი ბრძოლებთან შედარებით, ანუ აშკარად ვითარდები, წინ მიდიხარ. ძალიან ჭკვიანურად იბრძოლე, ანუ ფაქტიურად შეცდომა არ დაგიშვია იმ კუთხით, რომ რაღაცა ან გაგეტარებინა, ან რაღაც არასწორად მოქცეულიყავი, აი ძალიან ესე შენ გეგმას ფაქტიურად მიყვებოდი აშკარად და ძალიან დამაჯერებელი იყავი და რაც დასაფასებელია და როგორც ეს დამაჯერებლობა გამოცდილებას მოაქვს ხოლმე. თუმცა შენ არა გაქვს, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან ბევრი ბრძოლები ჩატარებული. შენ თვითონ როგორ შეაფასებ აი შენ პროფესიონალური კრივის რინგზე უკვე შენს კარიერას, რას ატყობ, რამდენად გაიზარდე, თუნდაც პირველიდან აი ამ საჩემპიონო ბრძოლამდე და რა გაქვს უფრო მეტად მომატებული და რას ფიქრობ, რა მოგცა, რა გამოცდილება შეიძინე აი ამ პირველიდან საჩემპიონო ბრძოლამდე. აი საჩემპიონო ბრძოლის მერე ჩემპიონი რეაქცია რაც იყო ის იყო რომ აი ჭუბით ვიყავი ნასიამოვნები. ისიც არც დაღლილი არ ვიყავი, არაფერი უბრალოდ ჭუბით ვისიამოვნე როგორც ასე. მთელი ის განვლილი რაუნდები და რა თქმა უნდა პროგრესს ხედავ, იმიტომ რომ სულ ვარჯიშობთ, სულ დღეს არ ვაგდებთ. დღეში ერთჯერადი, ზოგჯერ ორჯერადი ვარჯიშები, ისე რომ არ ჩერდებით და სულ მზად ვართ ახალ იმისთვის. გამოცდილება მქონდა, როდესაც პირველი ჭუბი ვიჭყვე პროფესიონალურ რინგზე, მაგრამ პროფესიონალური და მოყვარულები ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ მაინც 3 რაუნდია, ჩქარი ტემპი, აქ კიდე 12 რაუნდი, 10 რაუნდიანი ჭუბები არის და შედარებით მაინც სხვანაირი სტილია და სხვანაირი ტაქტიკით უნდა იმუშაო. მე როგორც ასე ეს სტილი და ეს ის უფრო მომწონს, როგორც პროფესიონალური კრივი არის. ხო, ფაქტია, შენი სტილი კარგად ჩაჯდა პროფესიონალური კრივის ბრძოლებში. ნამდვილად და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული ხარ, ძალიან კარგი პროგრესი გაქვს, ძალიან კარგ შედეგებს დებ. აუცილებლად უნდა გკითხო კიდევ ერთი კითხვა, ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც კამარი მოიგე რინგზე, მერე გადაეცი ეს კამარი შენს მწვრთნელს და შენს ბიძას ბატონ გაგათოდუას, რომელიც რა ვიცი, ბავშვობიდან როგორ რამდენადაც მე ვიცი, ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი შენს მოკრევად ჩამოყალიბებაში, შენს მზადებაში, შენს პროგრესში აი ამ სპორტში. შენ თვითონ რა შეგიძლია თქვა შენ მწვრთნელზე, რას გეუბნებოდა, რა რჩევებს გაძლევდა თუნდაც ბრძოლის წინ და ზოგადად შენ კარიერაში რა როლი მიუძღვის ბატონ გაგას? რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან მაგად მომამზადა, აი ჭუბის დროსაც ვისვენებდი უკვე საუბრობდით ნელ-ნელა რა როგორ უნდა გავუკეთებინა ყოველგვარი აღილვების გარეშე, შვიდად ყველაფერი წნარად. რაც შეეხება ჩემ კარიერას, როგორც ასე ბავშვობიდან ვამზადებდა იმისთვის, რომ ჩემპიონი გამხდარიყავი, დაბადებიდან, როგორც ვიცი, რომ დაბადებულ ვარ, შემოსულა სამამულოში და ცხვირზე თითქმის ბავშვობიდანვე. და რა თქმა უნდა, ამ იმისთვის ვამზადებდა. ახლა ყოფილა ისეთი დროები, თქვა ბავშვობაში, რომ ან თითქოს არ გინდა კრივის გაგრძელება, ან რაღაცა, მაგრამ სულ იმით, რომ სულ კრივში უნდა ყოფილიყავი და ალბათ ხედავდა ჩემი ძალას და ჩემი ნიშს, რომელიც ამ კრივში მქონდა და მისი დამსახურება ეხა რომ ამას მივყვები და ეხა რა დონეზეც ვარ. ნამდვილად მე მინდა ერთი ესეთი პატარა დეტალი მე თვითონაც შევმატო შენ იმას ბრძოლის მერე მე მქონდა საუბარი ბატონ გაგასთან ძალიან გახარებულები ვიყავით რა თქმა უნდა ყველა და მეულოცე და გაგამ მითხრა რომ აიო ყველა ძალიან ის მიხარია რომ პროგრესია ხო და ვიცოდიო რომ ყველაფერიო რაც უთხარიო როგორც ზუსტად ისე გამიკეთაო რა შენზეო და ვიცოდი რომ ეს იქნებოდა იმიტომ რომ ეს ბიჭიო მარტო ის კი არ არის ტვინითაც მუშაობს ტვინით ჭკვიანი ბიჭიაო და ზუსტად ამაში არის ანუ კრივში არ არის მხოლოდ ის რომ ფიზიკურად მოემზადო რაღაცა იქ ძლიერი იყო ფიზიკურად და ამ შემდეგ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კომპონენტია ისე როგორც ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს აუცილებელია რომ გონება გიჭრიდეს
იღებდეს ჭკვიანი იყო ასე ვთქვათ და შენზე მითხრა რომ ეს გონება გახსნილი ადამიანია და შესაბამისად ძალიან კარგად გაიგო ყველაფერი ძალიან მარტივად გაიგო და შესაბამისად მოახდინა რეაგირება და ძალიან გახარებული იყო ამ კუთხითაც და ბავშვობიდანო ვიცოდიო მეო რომ მიაღწევდაო და ბავშვობიდან ვიცოდი ისიც რომ ძალიან ჭკვიანი იყო და კარგათაც სწავლობდაო და კარგი მოკრივეც გამოვიდაო და ნამდვილად მეც შემიძლია დავეთანხმო რომ მართლაც ტანდემში ძალიან კარგი შედეგი დადეთ და ფაქტია და რომ თქვენი ერთობლივი მუშაობა შედეგებს დებს და ფაქტია რომ აი ეგ ჩემპიონის კამარი რაც შენ უკან კიდია რა თქმა უნდა ძალიან დიდი დამსახურებაა შენი მწვრთნელისაც და აუცილებლად უნდა აღვნიშნო და შენც აღნიშნე მთლიანად თქვენი გუნდი მე ვნახე იქ თუნდაც რინგზე როგორი მხარდაჭერა ქონდა შენი გუნდისგან შენს გვერდით და მე ვიცი ახლა დარბაზში და ეხლაც ვარჯიშებში და ამ ყველაფერში იგივე ჯუმკა ჯაიანი ჯაბა ჯაიანი იგივე ზვია ჩურღულაია შენთან ერთად იყო დიმა ქაჯაია შენ გვერდით იქ რინგზე იზე იმის ყველა არ მინდა ვინმე გამორჩეს აი ეს მაინტერესებს კი აი ეს ვინც ჩამოთვალეს უყველა არიან თან თვითონაც ძალიან კარგი მოკრივეები და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა როგორც მზადების პროცესში ისევე უშუალოდ როგორც სეკუნდანტების მხრივ და ზოგადად კომაგობის მხრივაც თუნდაც როცა ესეთ შენი მეგობრები შენი გუნდი ძალიან კარგი ბიჭები გვერდში გიდგანან თავიდან ბოლომდე ეს რამდენად მნიშვნელოვანია მოკრივისათვის ნუ ამ საქმეში ჩვენ უყვებთ ისე რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი აქ დარბაზში ვინც ვართ და ყველა ერთმანეთს ვაძლიერებთ, ყველა ერთმანეთს აი იმ ფსიქოლოგიური იმას ვაძლევთ, იმ ძალას, რაღაცას ვასწავლით, ხან რაღაცა ერთმანეთს გვერდში უდგავართ, თუ იმის რამე სჭირდება და აი ეს ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნამდვილად გამოსარჩევია ამ კუთხით და კიდე ერთხელ აღვნიშნავს სწორედ თქვენი დარბაზი, თქვენი მეგობრობა, თქვენი ერთმანეთის გვერდში დგომა და boxing time-ი მთლიანად ზოგადად ჩამოყალიბდა ძალიან კარკრივის კლუბად მე ეს აღვნიშნე. აი ამ კუთხითაც მინდა კითხო, უშუალოდ boxing time-ში რა სიტუაცია ახლა, რა ვითარებაა, როგორ მიდის ვარჯიშები? მე ვიცი რომ იქ არის პატარების ჯგუფებიც, არის მოყვარულთა ჯგუფებიც. ზოგადად მაყურებელს რო უთხრათ, რა ხდება თქვენს დარბაზში? ჩვენთან არის დაახლოებით 5 ჯგუფური ვარჯიში დილიდან საღამომდე, დილის 11-ზე, 3-ზე, 5-ზე, 7-ზე და საღამოს 9 საათზე. და დარბაზი მუშაობს შეუჩერებლად, ანუ სულ ხალხი არის, სულ ვარჯიშობენ და ყველა იმზადება არიან ისეთი სპორტსმენებიც, რომელიც პროფესიონალებში ჩხუბობენ, არიან ისეთი ხალხი, რომელიც მუშტიკლის გამას ჩხუბობს და ასევე მოყვარულებში, ოლიმპიურ კრივშიც ჩხუბობენ, ძალიან ბევრი წარმატებული ყავს ასევე გოგოები, რომელიც უნდა აღნიშნე ხა ელინი ქარჩავა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე არის და ხვალ ჩხუბობს უკვე ნახევარფინალურ ბრძოლას და ძალიან ბევრი კარგი მოკრივეები ყავს ჩვენთან დარბაზში. კი, ანუ კონტინგენტი მართლაც არის ყველაზე მორგებულია, მრავალფეროვანია, ყველას თავის შესაბამისად ექნება, რა თქმა უნდა, განვითარების შანსი და მე კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან კარგია, რომ თბილისში აი ესეთი დარბაზია, ესეთ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ მართლა ძალიან ძლიერ საკრივო კერად და მიხარია, რომ აი თქვენ აგრძელებთ და ზოგადად boxing time-ი ბატონი გიორგი ჭოჭუას დამსახურებით ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. და მიხარია და ველი სამომავლოდაც ძალიან ბევრ წარმატებებს უშუალოდ თქვენი დარბაზიდან. გივი ერთი კითხვა კიდევ შენთან რაც მაქვს და ერთი რაც მინდა აღვნიშნო უშუალოდ შენ საჩემპიონო ბრძოლაში და სხვა ზოგადად მანამდე სხვა ბრძოლებშიც მე და მარტო მე არ ყველა აღნიშნა და გამორჩეული იყო შენი გულშემატკივრების გულშემატკივრობა ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ მოსულები შენი პირადი გულშემატკივრები ვიცი რომ შენი მშობლიური მხარიდან იყვნენ ძალიან ბევრი ჩამოსული ნარაზენიდან იყვნენ ძალიან ბევრი სოციალურ ქსელებშიც და უშუალოდ ბრძოლის დროს ცალკე ერთი ტრიბუნა ეჭირათ და გამხნევებდნენ ძალიან აქტიურად შენი კომაგები რას ფიქრობ და როგორ თვლი რას ნიშნავს შენთვის გულშემატკივარი რას გაძლევს მათი გულშემატკივრობა და რა როლს ასრულებენ ზოგადად ისინი როგორც პირადად შენ ისე შენი აზრით ზოგადად პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრებაში რა როლს თამაშობს გულშემატკივარი ну რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს, როდესაც რინგზე გადიხარ და ხედავ შენ გულშემატკივრებს, უკვე სულ სხვა
ძალა და სულ სხვა ენერგია გაქვს. ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩამოსული, მაგრამ კიდე იყო ისეთები, რომელმაც ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. მაგრამ ნარაზენიდან კომაგობდნენ, ტელევიზიიდან უყურებდნენ, მომხდევებდნენ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როდესაც ჩემთან სოფლში ჩასული ვიყავი, თითოეული ადამიანი გამოხატავდა იმ რეაქციას, იმ ჩხუბის დროს, იმ ყურების დროს და ეს პირიქით უფრო დიდ мотиваციას მაძლევს მე, უფრო და უფრო მეც რომ მივახციო და რა თქმა უნდა, ჩემი სოფელი ნარაზენი უფრო და უფრო ასახელო მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით. გივი სიტყვებს ტყუილად არის რის დარწმუნებული ვარ მართლაც მსოფლიო მასშტაბითაც ბევრს გააგებინებს საკუთარი სოფლის სახელს, საკუთარი მხარის სახელს და მთლიანად საქართველოს სახელს გივითოდუა და რა ვიცი, ზუსტად აი კიდევ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყავს გულშემატკივარი, თუ მოკრივეს არ ყავს გულშემატკივარი, არ ყავს ხალხი, ვინც ინტერესდება მისით, ძალიან რთულია, მით უმეტეს პროფესიონალურ კრივში, იმიტომ რომ გულშემატკივარზე დგას მთლიანად ეს სპორტი და შენ ამ კუთხითაც, არა მარტო სპორტული კუთხით, აი ამ კუთხითაც ნამდვილად გამორჩეული ხარ. და მიხარია რომ აი ესეთ ძალიან საინტერესო შტრიხები შემოგაქვს ყოველთვის შენი გულშემატკივრებით შენს ბრძოლებზე. ერთი საკითხი კიდევ შენთანაც აი ყველაზე უფრო ცოტა ადრეც მაქვს მე ამაზე შენთან ნაკითხი, მაგრამ მაინც რო იცოდეს გულშემატკივარმა კიდევ ვინც ახლა უყურებს, საინტერესო იყო რომ გასულ წლებში სამოყვარულო კრივის რინგზე არაერთი ისეთი დაპირისპირებები იყო ხოლმე შენსა და დიმა ქაჯაიას შორის, რომელიც რა ვიცი, აი გადამწყვეტი და ძალიან მაგარი ბრძოლები ჰქონდათ ყოველთვის და ნუ ჩვენ ვხედავთ რომ დიმა შენი მეგობარია ამავდროულად და შენ გვერდიში დგას, შენ კუთხეში დგას და რა ვიცი, შენ დარბაზში ემზადება და ასე შემდეგ დღესდღეობით და აი ეს საკითხებიც რომ გულშემა ვინც არ არის ჩახედული იმისთვის იყოს მარტივი. როგორ შეიძლება რომ იყო ადამიანის ძალიან დიდი კონკურენტი რაღაც დროს რინგზე თან მით უმეტეს კრივში კონდეს ურთულესი და გადამწყვეტი ბრძოლები, მართლაც აი თქვენ ბრძოლებშიც აი გულშემატკივრის კუთხითაც რო თქვა გულშემატკივრები თურთაც უდიდესი დაძაბულობა და აი არ ვიცი, ძალიან მაგარი ეფექტი ქონდა ხოლმე ყოველთვის აი ამ თქვენს დაპირისპირებას და ამავდროულად იყოთ ძალიან კარგი მეგობრებიც ცხოვრებაში და მე ერთმანეთის გვერდში იდგე. აი ეს საკითხები როგორ არის დალაგებული, რო უთხრეთ გულშემატკივარს? ნუ ზოგადად კრივი არის ეს საქმე, როდესაც ადამიანი რინგზე ამოდის შენ წინააღმდეგ მან უკვე არ აქვს მნიშვნელობა შენი მეგობარია თუ ვინ არის, მოკლედ რინგზე შენი საქმე უნდა გააკეთო, ქვემოთ უკვე მეგობრები ვართ, ერთმანეთის ძმები ვართ. რაც შეეხება ეხლანდელ მდგომარეობას, ძალიან ბევრს ხუმრობთ იმ წარსულზე, იმ ჩხუბებზე, სულ ხუმრობთ და რა, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რინგი მაინც სულ სხვა არის, ეს უკვე ცხოვრება არის, აქ უკვე უნდა დაამტკიცო ის თუ ისთვის შრომობდი და ეს ყველაფერი ამ ბრძოლაში უნდა გამოხატო. ეხლა პირიქით ერთმანეთს ვაძლიერებთ, ერთმანეთს ვასწავლით, ძალიან ბევრსაც ხუმრობთ ერთმანეთთან და მე მგონი კარგი გამოცდილება იყო როგორც ჩემთვის, ისევე მისთვის, თუნდაც აი ეს ერთმანეთთან დაპირისპირებები, თან გამომდინარე იქიდან რომ სხვადასხვა სტილის მოკრივეები ხართ, ბევრს ისწავლიდი შენც მისგან და ის კიდევ შენგან და სამომავლოდ გამოგადგებათ კიდეც. როცა დარბაზში წეცადო ერთად ვარ, ძალიან დიდი პლუსია, რომ ერთმანეთს ვუცვლით ამ ჩვენ იმას, ჩვენ ტექნიკას, ჩვენ გამოცდილებას და ნამდვილად და მისაბაძი და გასახარია და რა ვიცი, მეც მინდა რომ აი სხვა მოკრივეებსაც და თუნდაც დამწყებებს უთხრათ, რომ რინგზე რაც ხდება, ეს რჩება რინგზე, ეს არ არის რაღაც პირადული, ეს არის უბრალოდ პირიქით კონკურენციაში იზრდება მოკრივე, თუ სწორად და სპორტული მიდგომა ეს არის, რომ შეიძლება იყოთ გახდეთ და ან მანამდე იყოთ და ახვიდეთ რინგზე ერთმანეთს დაჭამოთ და მერე ისე მეგობრებად დარჩეთ, ან პირიქით რინგის მერე ძალიან ბევრი ვიცით, რომ იმის მერე რაც ერთმანეთთან რინგი გაიზიარეს, გახდნენ უახლოესი მეგობრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე რომ აი ეს არის კიდევ სპორტული სული და კრივის სული, ვაჟკაცური სული, რაც ძალიან მიხარია რომ ტრიალებს და არა ის რომ რაღაცა მე გულში ჩაიდო, ან მოგება, ან წაგება და ასე შემდეგ რაღაცეები გაართულო. გივი მე აუცილებლად კიდე ერთი კითხვა უკვე მექნება შენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. შენ თვითონ თქვი და აღნიშნე, რომ გულშემატკივარს პირდები, რომ მსოფლიო მასშტაბითაც არაერთხელ და ძალიან ბევრს
გაახარებ, ბევრჯერ გაახარებ და მართლაც ესეა, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ძალიან სწრაფად უკვე მსოფლიო ქამარი მოიგე და ეს არის დასაწყისი ფაქტიურად, უფრო და უფრო წინ უნდა იარო სულ. როგორია შენი გეგმები? აგრძელებ სამოყვარულო კრივშიც პარალელურად ასპარეზობას? თუ როგორ ხედავ შენ მომავალს ზოგადად და საით მიისწრაფი, ასე ვთქვათ, რა შეგიძლია უთხრა გულშემატკივარს? დიდი ალბათობით უფრო პროფესიონალური მზე ვიქნები, უფრო გავაგრძელებ აქტიურობას, რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჯერ უფრო გამოცდილება მჭირდება, უფრო მეტი ბრძოლები ჩატარება მინდა, უფრო მეტი სპარინგები, რომ იმ თავარ მწვრთნელამდე მივახციო და ნელ-ნელა დღითი დღე ეს იქნება შედეგი. გივი, აი ეს არის ძალიან კარგი, რომ ეტაპობრივად შენ აგრძელებ, რაც თავარია პროგრესი არ უნდა შეწყვიტო. ისევე როგორც აი თუნდაც იმ პირველი ბრძოლიდან პროფესიონალური კრივის რინგზე რაც მიიღე პირველი ბრძოლა და თუნდაც საჩემპიონო ბრძოლამდე რა პროგრესიც ჰქონდა, ეს არ უნდა შეწყდეს და პირიქით უნდა დაემატოს და მე ვფიქრობ, რომ ასეც იქნება. თუმცა რა ვიცი, ეს ყველაფერი არის შენ აი ეხლაც ნებისმიერ დროს მზადების პროცესში ხარ, სპარინგობ, ვარჯიშობ. რამდენად რთულია ეს ყველაფერი? ახლა ახალგაზრდა როცა ხარ, მით უმეტეს ძალიან ბევრი გარშემო ძალიან გართობაც გინდა, იქ მეგობრებია, იქ რაღაცა ცხოვრება, ასე შემდეგ. შეიძლება ბევრი კუთხით გაექცეს პროფესიონალ სპორტსმენს გული და თვალი. ხო და შენ შემთხვევაში როგორ არ გიჭირს, რომ თუნდაც ყოველ დღე ისევა თან რა არის, აი მიხვედი უკვე ქამარი გაქვს სიტყვაზე და შეიძლება თქვა, რომ მოდი დავიშვენო ცოტა ხანი და აღარ ვივარჯიშო ან რაღაცა და დაკმაყოფილდე. შენ შემთხვევაში როგორ არის და როგორ აბალანსებ აი ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როდესაც შენი მეგობრები გეძახიან სადმე, ან საღამოა გვიანია და შენ კიდევ ვერ გადიხარ იმის გამო, რომ ან ივარჯიშე, ან ვარჯიშის მე უნდა დაისვენო, დაიძინო და შემდეგ საღამოს ისე ვარჯიში გაქვს. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, თუმცა ესეთია სპორტსმენისთვის, რომ სულ რეჟიმში უნდა იყოს, სულ უნდა მომზადოს, სულ უნდა ივარჯიშოს, მაგრამ არის ესეთი დრო, აი თქვა ჩემპიონობის მერე ერთი კვირა თქვა სუბუქად ვარჯიშობ, თან ისვენებ და რაღაცა და შემდეგ ისევ ბრუნდები და ისევ ემზადები სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, თუმცა ესეთია სპორტსმენის ხარება. ხო, თუ გინდა რომ სპორტის წარმატებას მიაღწიო, რეჟიმით საჭიროა გარკვეულწილად და რაღაც უნდა მოიკლო ცხოვრებაში რაღაცები, რომ რაღაცას მიაღწიო მის ფასად. სხვანაირად არ არსებობს ნამდვილად არც ერთი მაგალითი დიდი სპორტის, რომ რაღაც თან გაერთო, თან იქ დალიო, თან რაღაც არ დაიძინო და მაინც შედეგი დადო, ეგეთი რამე არ არსებობს და მე მიხარია შენი მიზანდასახულობა, იცი საითაც მიდიხარ, გვერდშიც ისეთი ხალხი გყავს გარშემო გახვევია, ვინც აი სწორედ სწორ კალაპოტში და სწორად მიყავთ შენი ცხოვრება, შენი სპორტული კარიერაც და შენ პირადად მაინც პირველ რიგში მაინც შენზეა ყველაზე დიდი ამ კუთხით ყველანაირ წნეხიც და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ აი ესე სწორად მიყვები ამ ყველაფერს. გივი მე მაინტერესებს კიდევ ერთი საკითხი. ეხლა უკვე როცა ჩემპიონი ხარ, როცა უკვე ქამარი გაქვს, შენ თქვი რომ აი ძალიან კარგად დამხვდენ, მე ვიცი რომ ჩახვედი იქ მე შენ სოფელში და ზუგდიდშიც და იქაც და მიიღე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და უკვე დარბაზშიც იქ ხედავენ უკვე პატარა ბავშვები იქნებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხო არ გაძლევს დამატებით პასუხისმგებლობას ამავდროულად, რომ რაღაცა უფრო მეტი მოგეთხოვება, უფრო მეტი სამაგალითო უნდა იყო როგორც ცხოვრებაში, ასევე დარბაზში, თუნდაც სპორტულად, თუნდაც პიროვნულად და რაღაცა ფსიქოლოგიური წნეხიც ხო არ არის ერთგვარი უკვე, როცა უკვე ტიტულოვანი მოკრივე ხარ და სპორტსმენი ხარ. რა თქმა უნდა, мотиваციასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამდენი ხალხი შენ კომაგობს, გულშემატკივრობს, სულ შენგვერდითაა და იმის უფლება არ გაქვს, რომ რინგზე ან დამარცხდნენ, ან რამე ჭუბი დათმო, პირიქით უნდა გაძლიერდი და უნდა შესთავაზო შენს კომაგებს, შენ მაყურებლებს უფრო და უფრო მეტი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შენ აი ეს არ შეგეშლება და მართლაც უფრო და უფრო მეც და მეც შემოგთავაზებ ყველას ქართული კრივის კომაგებს.
ეხლა შენ უკვე გაგიცნო ქართული კრივის კომაგმა ძალიან კარგად და დარწმუნებული ვარ კიდე ძალიან ბევრჯერ გაიგებ შენ სახელს. თუმცა უფრო საინტერესო იქნება კიდევ აი შენი დამოკიდებულება და ხედვა და ზოგადად კრივის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს აი ამ კუთხითაც დაგისვა რამოდენიმე კითხვას. აი არიან მოკრივეები ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ვინც უყვარს კრივი და ბრძოლა უყვარს, რინგზე ასვლა უყვარს, თვითონ როცა იბრძვის და თვითონ როცა არ ჩართული ამ ყველაფერში და რა ხდება იმის იქით კრივში ამ სოფლიო კრივში დიდად არ აინტერესებს. თუმცა არის მეორე კატეგორია, რომელიც არიან აი კრივის ასე ვთქვათ ფანები და გულშემატკივრები და სად რა ხდება, ვინ იბრძვის, ვინ სად იბრძოლა და ასე აი ამ ყველაფერს ძალიან აქტიურად უყურებენ თუ ნახულობენ და იგებენ ინფორმაციებს და ასე. ორივე და ისიც შეიძლება იყოს ძალიან მაგარი მოკრივე და ასეთიც და ისეთიც, ანუ მე იმას კი არ ვიძახი. შენ შემთხვევაში როგორ არის? თუ ხარ აი ძალიან აქტიურად ჩართული, თუ პირიქით შენი თავი მოგწონს კრივში როგორც მოკრივე და იმის იქით დიდად არ ინტერესდები მსოფლიო კრივში რა ხდება. როგორ ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ თვითონ მოკრივეებს, პირიქით უფრო მეტ ჭუებსაც უყურებ რაღაცებს, ჩემთვისაც გადამაგ რაღაც თუ ჩემ სტილს უხდება რაღაც რამე ჭკვიანი რო დავინახავ და რა თქმა უნდა ვადევნებ თვალყურს მსოფლიო კრივს და თითქმის ყველა წონაში ვინ რა არის, ვინ როგორ ჭუბობს, ყველა ჭუბი მაინტერესებს. აი ეს საინტერესო რაღაცა თქვი რომ თუ ჩემ სტილს უხდება რაღაცებს ვცდილობ რომ მეც გადმოვიღო. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით რომ აი ნახო თუნდაც სოფლიო კრივში როგორი ბრძვიან რა ის რა შეუძლია რა ტექნიკა აქვს რაღაცა მოგეწონოს და გადმოვიღო. რამდენად არის ეს შესაძლებელი და რამდენად კარგი და რამდენად საჭიროა მოკრივისათვის რომ დააკვირდეს სხვას და იქიდან კიდე რაღაცა თავისთვის კარგი წამოიღოს. ნუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჭუბებს უყურებ, თქვა დაждები და 1 საათი რომელიმე ადამიანი ჭუბს უყურებ, თვითონ მოქმედებს ეს ჭუბზე, როდესაც შენ რიგზე გახარ, შეიძლება გაგახსენის რაღაცები, რაღაც მოძრაობები, რაღაც დარტყმები და უკვე შენ ჭუბში გადაიტანოს და ეს უკვე ძალიან დიდი პლუსია როგორც ასე და მეც და მთლიანი ჩემი გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასეთ რაღაცებს, ვზივართ, ვარჩევთ ჭუბებს, უყურებთ, ვის რა პლუსი აქვს, ვის რა მინუსი აქვს და როდის აკეთებ შეცდომას და ამის დამიხედვით უკვე მუშაობთ ჩვენ ინდივიდუალურად. გივი, აი თანამედროვე კრივში ვინ არის შენი ფავორიტი თუ გყავს ესეთი ვინმე გამორჩეული ერთი? ნუ ფავორიტი როგორც შეიძლება ითქვას, ჯერონდა დევისი, კანელო. სიამოვნებს მაგათი კრივი, თუმცა ბოლო პერიოდში ორივეს რაღაც რეგრესივით აქვს. რას დააბრალებდი? რას დააბრალებდი, რატომ აქვს ნეტა? ნუ არ ვიცი. ყველა მოკრივის კარიერაში შეიძლება მოწინააღმდეგეები შეხვდათ უკვე ისეთები რომ იცოდნენ როგორ მუშაობდნენ რა როგორ და თითქმის ყველა იმაზე დაიჭირეს იმ მინუსებზე რაც თვითონ ჰქონდათ ანუ ხო უკვე ის არის რა ბევრი რაღაცები მე დროთა განმავლობაში იშიფრება ხოლმე და მეტოქეები ცდილობენ რომ ეს ყველა ხო მაგას რომ დაშიფროთ თქვა კოლფორდი კანალს რო ჩხუბობდა უკვე იცოდა რა დარტყმის მე რომ რა გაიკეთებინა და თითქმის ყველაფერზე იჭერდა ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის კრივში, რომ იცოდე პროფესიონალურ კრივში კიდე განსაკუთრებით შეიძლება მთელი ის რა ხო. დიახ, იმიტომ რომ იმზადების დაახლოებით 3-4 თვე თუ იცი წინას არის იმზადები უყურებ მეტოქეს რა მინუსი აქვს და იმის ამიხედვით მუშაობ უკვე შენ დარბაზში. ხო და მნიშვნელოვანია ეს რომ ბრმად არ ახვიდე რინგზე. ახლა სამოყვარულო კრივში ცოტა რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ შეიძლება რამოდენიმე სულ სხვადასხვა სტილის მეტოქე შეგხვდეს და ვინ შეგხვდება ისიც არ იცი, ვინ გაიმარჯვებს და ასე. თუმცა მანდაც ჭუბამდე მაინც ვცდილობდი რომ შემეხედა მაინც რა მინუსი ქონდა, რა პლუსი ქონდა და მიდის ხოლმე ხო ეს განხილვა. ერთი ნაბიჯი წინ ხარ, როდესაც უყურებ თქვა შენი მოწინააღმდეგის ჭუბს და იმას აანალიზებ თუ რას მუშაობს. კი, ნამდვილად ასეა და მნიშვნელოვანია აი ესეც ზუსტად წინასწარ გუნდთან ერთად განიხილო მეტოქის პლუსი, მინუსი, შესაძლო ვარიანტები და შესაძლო სცენარებიც ალბათ რინგზე როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და აი შენი ბრძოლის მერეც ეგ იყო საინტერესო რომ რაც უთხარიო აი შენი მწვრთნელი ბატონი გაგათოდუა ამბობდა რომ რაც უთხარი და რაც ქონდა დაგეგმილი და გეგმის მიხედვით და ძალიან ჭკვიანურად და კარგად განახორციელა საბოლოო ჯამში ის ყველაფერიო და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. თან ადამიანის რო დააკვირდება მან ჭუბის დროს ხმაც კარგად ისმოდა რა როგორ მეუბნებოდა ზუსტად მქონდა ღია უნდა დამერტყა და მე ზუსტად იმას ვასრულებდი რასაც მეუბნებოდნენ და თითქმის
ყველა დარტყმა ისე მოხდა. ზუსტად ისე დაგეგმიერა. აი ეს საკითხიც მაინტერესებს კიდე ერთი, რამდენად მნიშვნელოვანია კუთხე, რამდენად მნიშვნელოვანია სეკუნდანტი შენთვის, ანუ არის მოკრივეების კატეგორია, რომელიც აი რაღაც გარკვეულწილად ჯიუტი მოკრივეებია და თვითონ იღებენ ინდივიდუალურად აი რინგზეც გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა კუთხემ დაუძახოს, ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ახორციელებს იმას და თვითონ უწევთ სულ რინგზე გადაწყვეტილების მიღება. და არის მეორე კატეგორია, რომელიც კუთხეს კარგად უსმენს, კარგი კოორდინაცია აქვს კუთხესთან აწყობილი და შესაბამისად უფრო უადვილდება და გარედან კიდე რაღაცები კარგად ჩანს და თუ კარგად გიკარნახა და შენც კარგად განახორციელე, კარგი შედეგები შეიძლება მიიღწე საბოლოო ჯამში. შენ შემთხვევაში როგორ არის ეს? რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის შენი კუთხე, ვინც სწორ დარიგებებს მოგცემს? Ну, სხვადასხვა ვარიანტია, შეიძლება თქვა თვითონ თვნელი არასწორ დავალებას ეუბნებოდეს მოკრივეს და თქვა მოკრივე როცა ვერ უთხავს იმას თქვა არ გამოსდის, არ აკეთებს. ამიტომ ძალიან დიდი პლუსია, როდესაც შენ ტრენერი დაბრიდან ხედავს და ზუსტად გეუბნება რა უნდა გააკეთო. და მეც ზუსტად მიზაჩემისაც 100%-ით მჯერა და რასაც მეუბნება ზუსტად მაგას ვაკეთებ. ხო, აი ეს გუნდურად და უნდა იყოს შერწყმული ერთმანეთში და უნდა იცოდეს მოკრივემაც და წვრთნელმაც ერთმანეთის ჯერ წვრთნელმა შეიძლება ისეთი რამე არ უნდა დაგავალოს, რაც შენ არ შეგიძლია, ხო, გააკეთო და არ გაქვს დამუშავებული ისე. ან 100% დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ის დარტყმა მოხდება რაღაცა და პირიქით აქეთ რამის შეცდომას არ დაუშვებ იმ დარტყმის მერე. ხო, რა თქმა უნდა და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად ყავდეთ შესწავლილი ერთმანეთს და შენ რაც თქვი, რომ აი ნდობა უნდა იყოს ერთმანეთს შორის. ხო, ნდობა და რა ვიცი, ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და კიდე ერთი, რომელიც არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, შენ შოუზე პირადად გადმოგცა კამარი მსოფლიო კრივის ლეგენდა ლენოქს ლუისმა. რა ვიცი, დიდი ამბავი იყო ლენოქს ლუისის საქართველოში სტუმრობა ჩვენ შოუებზე. ძალიან საინტერესოა საქართველოში ხილვარო პროფესიონალური კრივის შოუზე ხედავთ ამ ხელა მსოფლიო კრივის ვარსკვლავს, ლეგენდარულ მოკრივეს. თუ იფიქრებდი ამ ყველაფერს, ოდესმე რომ ლენოქს ლუისისგან მიიღებდი პირადად ჩემპიონის კამარს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თუნდაც мотиваციისთვის, როცა აი ამ ხელა კრივის ლეგენდისგან მიიღე პირადად ჩემპიონის კამარი. Ну, რა თქმა უნდა, არ ველოდი იმის აზრიც არ მქონდა, რომ შეიძლება თვალით მენახა ოდესღაც და ოდესაც პირიქით კამარს გადმოგცემს, ძალიან დიდი мотиваცია არის. თუმცა მან გამესაუბრა ცოტა მითხრა რომ რაღაც კაი ბიჭი ხარ, რაღაცები და პირიქით ძალიან დიდი мотиваცია მომცა მან. თქვათ მაისში იყო ჩამოსული როი ჯონსი, ეხლა ლენოქს ლუისი და ძალიან დიდი პლუსი არის თვითონ საქართველოში ასეთ შოუებზე, ასეთი ადამიანები რო ჩამოდიან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, ქართული კრივის კომაგი ამ ხრივაც განებიურებულია. უკვე შეიძლება ითქვას, ამავდროულად აი ძალიან კარგი მებრძოლები წამოხვედით, მებრძოლების ქართველი მოკრივეები ძალიან კარგი თაობა მოდის. ძველებიც ძალიან კარგად უკვე სხვა შემართებით არიან, კიდევ უფრო გასული რინგზე გადიან და ძალიან კარგი შედეგები იდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ პროფესიონალურ კრივს აქვს უფრო და უფრო უკეთესი მომავალი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დაგეგმილია პროფესიონალური კრივის ძალიან კარგი შოუები საომავლოდაც. არაერთი აქტიურად ინტენსიურ რეჟიმში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი აგრძელებს ძალიან კარგი შოუების ორგანიზებას საქართველოს სპორტის სამინისტროსთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან კარგი პერსპექტივები ეშლება ქართველი პროფესიონალი მოკრივეებისათვის. გივი, მე ბევრს აღარ მოგაცდენ, ვიცი რომ დატვირთული რეჟიმი გაქვს საკმაოდ. მინდა გითხრა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და უნდა უთხრა ქართული კრივის კომაგს და ზოგადად გულშემატკივარს, რომ აუცილებლად იარეთ ქართული კრივის შოუებზე, მართლა მსოფლიო დონის შოუები ტარდება უკვე საქართველოში, მართლაც საუკეთესო ქართველი მოკრივეები პროფესიონალურ კრივის რინგზე ძალიან საინტერესო ბრძოლებს ატარებენ. მართლაც მომავალი ვარსკვლავები იბადებიან, აი აქ ჩვენს თვალწინ ერთ-ერთი მაგალითი არის ამ ყველაფრის სწორედ გივი თოდუა, რომელმაც უკვე ერთი კამარი მოიგო და ეს კამარი ნამდვილად მართლა მხოლოდ დასაწყისია და ძალიან სერიოზული მიზნები აქვს, ისევე როგორც სხვა ქართველ მოკრივეებს და მუშაობს საქართველოს პროფესიონალურ კრივის კავშირი ძალიან აქტიურად
და მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გულშემატკივრისგან, მეტი ინტერესის გამოხატვა, ჩართულობა მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქვე საქართველოში შეგვიძლია გავზარდოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, ყველანაირი მონაცემი არსებობს მაგისთვის. გივი, კიდევ ერთხელ შენ ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს და ველით შენგან მომავალ ძალიან დიდ გამარჯვებებს. მადლობა დიდი. მადლობა ლევან პირიქით მოწვევისთვის და ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. ქართული კრივის პოპულარიზაცია მთლიან საქართველოში სოციალური ქსელებით და პირიქით ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივარს კი ვთხოვ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, დაგვიტოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia და Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრივის შესახებ. ნახვამდის.